მოდი ახლა ვნახოთ მეცხრე ამოცანა, რომელიც ტიპიურად იგივე შინაარსისა, რაც მერვე. სურათზე მოცემულია fx ფუნქცია, რომელსაც აქვს adb პარამეტრი, შეფარდებული x + b-თან ფუნქციის გრაფიკი, რომლის განსაზღვრის არეა მინუს უსასრულობა -4 და -4 + უსასრულობა სიმრავლე იპოვეთ a + b თუ გრაფიკი oy ღერძს კვეთს 0 და 1-2 წერტილში. აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რას წარმოადგენს და რა არის ფუნქციის დასახელება, ეს არის რაციონალური ფუნქცია, რომელიც განსხვავებით სხვა ფუნქციებისაგან წვეტას განიცდის, მარტივად რო ვთქვათ და რაღაც კონკრეტულ წერტილში არ იღებს ფუნქციის მნიშვნელობას, არ არის განსაზღვრული. ზოგი ამბობს, რომ აქ ამ ფუნქციაში ის ნულს უდრის. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ რადგან არგუმენტი, რადგან x-ი მოქცეულია წილადის მნიშვნელში, და ვიცით წილადის თვისებიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება ნიშნული ნულს გაუტოლდეს, ანუ რაღაც რიცხვი გაიყოს ნულზე, ეს ერთი და იგივეა. ამ წესის და პირობის დაცვის გამო ჩვენ გვაქვს რაციონალური ფუნქცია და ეს ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს და გვეხმარება ამ ამოცანის ამოხსნაში. და შემდგომ უკვე შესაძლებელი გახდება, რომ a + b გამოსახულების რიცხვითი მნიშვნელობა დავადგინოთ. თუ დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ როცა x-ი ნულს უტოლდება, ანუ როგორც პირობაშია მოცემული, როცა x-ი ნულია, მაშინ y-ი იღებს 1/2-ის ტოლ მნიშვნელობას. შავსვათ და აღმოვაჩენთ, რომ a შეფარდებული b-სთან ტოლი იქნება 1/2-ის. ანუ a-სა და b შორის მაქვს უკვე კავშირი და ვიღებთ, რომ b უდრის 200-ს. ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება. რაც შეეხება მეორე ნაბიჯი, ფუნქცია არაა განსაზღვრული. რაც მე ვახსენე ახლახანს, ეს რას ნიშნავს? ფუნქცია მაშინ არაა განსაზღვრული, როდესაც ნიშნულში ნული მიჯდება. ანუ ნიშნული იღებს ნულის ტოლ მნიშვნელობას. ასეთ დროს ფუნქცია განსაზღვრული არ არის. რადგან ვიცით, რომ ფუნქცია წვეტას განიცდის -4 წერტილში, ამიტომაც სავარაუდებელია, რომ x-ი ასე ვთქვათ, b უდრის 4-ს, ხოლო x-ი უდრის -4-ს. მხოლოდ და მხოლოდ ასეთი პირობა განიხილება იმისათვის, მხოლოდ ასეთი პირობა უნდა განვიხილოთ იმისათვის, რომ ჩვენ დავადგინოთ b-ს ტოლობა. ანუ სხვა წყვილი შეუძლებელია, რომ არსებობდეს. აი, ზოგმა შეიძლება აქ შემოგვედაოს, რომ რატომ არ შეიძლება დავასახელოთ -5 და 5, იმიტომ რომ x-ი რომ -5 იყოს, მაშინ ის განსაზღვრული იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ და მხოლოდ წვეტას -4 წერტილში განიცდის. ანუ x-ი, როდესაც -4-ია, b უნდა იყოს 4, რომ ნიშნულმა ნული მომცეს და სწორედ ამიტომ x-ი განსაზღვრული არ იყოს. მარტივად რომ შევაჯამოთ, გვექნება, რომ b არის 4-ის ტოლი, ხოლო კავშირი მაქვს b-სა და a-ს შორის და მარტივი სისტემით შეგვიძლია ასევე სისტემის გარეშეც, რომ დავასკვნათ, რომ a უდრის 2-ს, b უდრის 4-ს, ხოლო მათი ჯამი არის 6-ის ტოლი. და აქ პასუხი იქნება 6. აქვე დავამატებდი იმას, რომ x + b გამოსახულებს ასეთ შეგვიძლია დაგვეწერა, რომ x + b უდრის, უბრალოდ არ უდრის 0-ს, იმიტომ რომ პირობა მოითხოვს ამ ყველაფერს. რადგან ვიცი, რომ როცა x-ი -4-ია, ფუნქციას მნიშვნელობა არ გააჩნია, შემიძლია ჩავსვა x-ი -4-ის ნაცვლად, ხოლო იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, გამოვიდეს და პირობა ამოიხსნას, აუცილებელია b-ს 4-თან გატოლება. წარმატებები და ეს იყო მეცხრე ამოცანის ამოხსნა და პასუხი.